ოპოზიციური ალიანსი ახალ კამპანიას იწყებს. საქართველოს იმსახურებს უკეთეს, ასეთია სლოგანი, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით გამართავენ შეხვედრებს. გუშინდელ აქციაზე დაანონსდა, რომ საპროტესტო გამოსვლებს პერმანენტული ხასიათი ექნება. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს კამპანია საბოლოოდ დემოკრატიული არჩევნებით დასრულდება. 9 პოლიტიკური ძალისგან შექმნილი ალიანსი მხარდამჭერებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით პარლამენტთან მივიდა გუშინ. პარლამენტთან იყო სიტყვით გამოსვლები, მას შეუერთდა ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ოპოზიციური ალიანსის მიერ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას მმართველი გუნდიც ეხმაურება. ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის მიუხედავად ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.